ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვა მსხვისი და ასე დაუსაბამოთ, რამე თუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე. ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონის იდეით შეიქმნა თავდაპირველად ჩვენ ხედავთ მზეს, ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ბავშვებისთვის მზიურის ბავშვთა ქალაქში იმართება. ბავშვების ჟიამული, მხიარულება, ღიმილიანი სახეები და ყველა პატარასათვის საყვარელი მზიური. აქ თითქოს მხოლოდ ამ ერთ დღეს ცოცხლდება ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქი, სადაც ყველა ბედნიერი და უდარდელია. სწორედ ამ წერლის მიერ დაარსებული მზიური მასპინძლობს ფესტივალს ჩვენ ხედავთ მზეს, რომელიც ტრადიციულად ყოველ 1 ივნის აქ მოსულ პატარებს ნამდვილ დღესასწაულს უწყობს. ფესტივალის ორგანიზატორი და იდეის ავტორი ანა გოგუაძია. ის ყოველ წელს ცდილობს ბავშვებს განსხვავებული პროგრამა და ბევრი სიურპრიზი მოემზადოს. ამბობს, რომ ყოველ 1 ივნის მზიური ყველა პატარასათვის ნამდვილი ოცნებების ქალაქია. ჩვენი ფესტივალი 5 წელია ტარდება. ძალიან ბევრი ბავშვისთვის უკვე ძალიან საყვარელი პროექტია. ტრადიციაა, რომ პირველში მოვიდეს და დაესწროს მზიურში მზის ფესტივალს. ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარით წელს ფესტივალი ტარდება ქალაქ მერის მხარდაჭერით და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, რომ უფრო მასშტაბური და გრანდიოზულად ჩატარდეს ხოლმე 1 ივნის ფესტივალი. დღევანდელი ზეიმის მთავარი გმირები თავს ყველაზე udardელად და ხალისიანად გრძნობენ. ბევრი მათგანი იმდენად პატარაა, რომ არც იცის რატომ არის მზიური ამ ერთ დღეს განსაკუთრებით მორთული და მხიარული. ზოგი კი ბავშვთა დაცვის დღის გარდა კიდევ ერთ დღესასწაულს